სულ იყო რომ უჯღაბნი იკითხე მესმოდა სახლში. ეს ფერები ჩემთვის იქცა თითქოს რაღაცა ხელწერადაც. ხატვა სჭირდება ნიჭი თუ შრომის შედეგია. ბავშვი ხატვას იწყებს და მისი ფანტაზია რაღაც შეიძლება განვითარდეს კონკრეტული მიმართულებით, როდესაც ტუტორი ერთვება, თავის სუბიექტურ ხედვას რაღაც წარმოდგენას შემოიტანს. აი, ხატრობაში ვარ კომფორტულად სულ სიჭრელით და საკუთარ თავში სისადავით. ადრე პირიქით იყო, ფსიქოლოგიას ამთავრებდი და სხვაგან მიდიოდი და ახლა პირიქით სხვა პროფესიებიდან აქ ფსიქოლოგიაში ერთიანდებიან. ეს კედლები რამდენადაც მიყვარს, იმდენად ვამბობ, რომ გამოვიშენე შიგნიდან ვალამაზებ და იმის იქით ჰორიზონტზე არ ვიყურები. ყველა ადამიანს ვაპოვნინო საკუთარ თავში ის პატარა მხატვარი, რომელიც ყავთ და რომელიც დავიწყებული შეიძლება იყოს. გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტ ურთიერთობებზე, მე ლიკა ვარ. შეიძლება მეუბნებია ხოლმე, რომ ძალიან ფერადად გამოიყურები. ფერები გიყვარს ალბათ. ფერები მართლაც მიყვარს, ძალიან მიყვარს ფერები და მზიანი ამინდი, რაც მზად ჩემთვის ფერებთან ასოცირდება. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი ეპიზოდი ფერებისთვის აუცილებლად უნდა მიმეწყდა. და რა თქმა უნდა, როცა ფერებზე ვფიქრობ, არ არსებობს რომ არ მოგაფიქრდეს პირველივე ჯერზე მუსია ქებურია, მხატვარი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და ფერებზე ვისაუბრებთ. მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, მუსია. ჩემთვის დიდი პატივია. წარდგენისთვის, იმიტომ რომ ძალიან საპატიო წარდგენა იყო, როცა ფერებზე შეიძლება მე გაგახსენე. ნამდვილად, ანუ არ არსებობს და მინდა გითხრა რომ როგორ თქვა, ალბათ გულშემატკივარი უფრო არა, შენი ფანი ვარ, შენი მხატვრობის და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი. ბევრჯერ ვთქვამთ რომ ძალიან ბევრ ფულს რო ვიშოვოთ, მუსიას თელი სახე უნდა მოვახატიროთ. ამიტომ ძალიან გაფასებთ, მოკლედ მე და ჩემი წრე და მადლობა ამისთვის, რომ ზოგადად არსებობს ასეთ ნაშრომებს ვქონი. შენ სტრეს უსურვებ ბევრი ფულის შოუ. მადლობა, გავხარდამა. ეს ისურვლებისთვის. სანამ პირველ კითხვაზე გადავალ, მინდა რომ მაყურებელს ვთხოვო, გამოიწონონ ჩვენი YouTube არხი, ასევე დაგუკომენტარონ და გულაიქონ, და ჩვენი ეპიზოდი ბევრმა ადამიანმა ნახოს და გვაქვს Facebook ჯგუფი შექმნილი, ლიკას პოდკასტი, ნახავთ წარწერასაც ჩვენს გვერდზე და შემოგვერთეთ, იქაც შეგიძლიათ რომ დაგვიტოვოთ კომენტარი და ასევე კითხვები დაუსვათ ხოლმე წინასწარ ჩვენს სტუმარს. პირველ კითხვას დავიწყებ. მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან, მგონია რომ ეს ბავშვობაში დაგვბრუნებს, როდის დაიწყე მხატვრობა და პირველი ნახატი თუ გახსოვს? მახსოვს. მე თვითონ რა ახლა დედაჩემს აქ შენახული ჩემი ნახატები რა თქმა უნდა, 3 წლისას აქში დავიწყე პირველ მხატვრად, საკმაოდ ადრე, კი. არ ვიცი, ალბათ ჩემი თავის პოზიციონირების ერთ-ერთი ხერხი იყო. ეს გამოვლინება, მიუხედავად იმისა, რომ ესე რო თქვა, რომ გენეტიკაში მხატვრები მყავს მოვიტყუები, არავინ არ მყავს ესე მხატვარი, თუმცა მამა ჩემი ხაზავდა ძალიან კარგად და ალბათ მისი გავლენა ასე თუ ისე რაღაცა უფრო მეტად ჩემზე აისახა, ესე რო ვთქვათ. რა იყო შენი პირველი ნახატი თუ გახსოვს? პირველი ნახატი იყო წიწილა. ქოთანში ყვავილები, ობობა და კიდე რაღაც დავხატე აღარ მახსოვს, ანუ თვითონ ნამუშევარი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ეს რაღაცა ობიექტები ჩემი იმით რაღაცა ძველ ფურცელზე პასტით იყო დახატული. მე ვამბობ ხოლმე რომ არ მაქვს ხატვის ნიჭი და მომიხადე იმის რომ სკოლაში წრე იყო და დავდიოდი რამდენიმე თვე. მაგრამ მაინც მგონია რომ არ გამომდის ხატვა. როგორ ფიქრობ, ხატვა სჭირდება ნიჭი თუ შრომის შედეგია? რომ ესეთი ნამუშევრები შექმნა. ხო, მოდი იცი როგორ ვიტყვი, ზოგადად მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცის ხატვა, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ხატავს. ანუ მე არ შემხვედრია არც ერთი არ ვიცი შემთხვევა, როდესაც პატარაობაში ბავშვი არ ხატავს. უბრალოდ ის განწყობა და იმის თქმა, რომ მე სწორხას ვერ ვაულებ და საერთოდ არ ვხატავ, ეგ არის უკვე შენი ზრდასრულობიდან გამოდანილი დასკვნა, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვობაში აი ხატვაც არის ერთ-ერთი თამაშის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება ბავშვის რა, რომელსაც მე რა თქმა უნდა ემატება რაღაცა სოციალური წნეხი, იქ ხელშეწყობა, აკრძალვა იქნება ბავშვის სურვილი თუ მისი ინტერესები და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი იკარგება დროთა განმავლობაში. მაგრამ ესე ხატვა მგონია რომ ყველა მიცის. რადგან ამ თემას შეეხება, მოდი გითხრა შეიძლება გვიყურებდნენ მშობლები და აი როგორ მიხვდნენ და მიიყვანონ თუ არა ბავშვი ხატვაზე და რა საკიდან არის რეკომენდირებული მათი? მე ზოგადად მშობლებს რომლების შვილები ძალიან კარგად ხატავენ და თუ გამორჩეულად მართლა ხვდებიან რომ ხატვის ნიჭი აქვთ და თვითონ ბავშვსაც მოსწონს ეს პროცესი, ვთხოვდი რომ არავისთან არ მიიყვანონ.
ძალიან დიდი შენი საუბრის პროცესში ვფიქრობდი, თუ გვაქვს ხატვის ასეთი წრეები, სადაც შეიძლება როგორც მაგალითად სიმღერა შეიძლება მივყენო და ვერ გადავამუშავო. ძალიან ბევრია და ბავშვებისთვისაც ძალიან ბევრია. უბრალოდ მე რატომაც ვამბობ ამ ყველაფერს არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი ახლა მით უმეტეს 12 წლამდე ასაკის ძალიან მოწყვლადი არის და მისთვის ბევრს ნიშნავს ავტორიტეტის გავლენა, მითითება, აკრძალვა და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, როცა ბავშვი ხატვას იწყებს და მისი ფანტაზია რაღაც შეიძლება განვითარდეს კონკრეტული მიმართულებით, იქ როდესაც ტუტორი ერთვება, ტუტორი რა თქმა უნდა თავის სუბიექტურ ხედვას, გემოვნებას და ასე შემდეგ რაღაც წარმოდგენას შემოიტანს. შესაბამისად, ამან შეიძლება ეს ბავშვი ისეთ ჩარჩოში მოაქციოს, რომ ზუსტად ის მისი უნიკალურობა, რაც შეიძლება იყოს ხატვის მიმართულებით, დაიკარგოს. უბრალოდ დაიკარგოს პროცესში. ამიტომ ერთადერთი მშობლებს, რასაც ურჩევდი, არის ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ბავშვებს. აი და რას გულისხმობ ხელშეწყობაში? ხელშეწყობაში, ბოდიში. გულისხმობ იმას, რომ თუ რაღაცა ინტერესი აქვს ბავშვს ხატვის, არ ვიცი, მისცენ ბევრი სხვადასხვა მასალები, სახატავი საშუალებები, ხო, არის ზეთის, საღებავებიც, აკრილებიც, პასტელებიც და რაც უნდა ხატო? ანუ რაც უნდა ხატო. ეს რომელ ასაკამდე მაგალითად? აი, არა ასაკი. ხო, ეხლა მე არასდროს ესე არ მივილია, ძალიან მოკლე პერიოდი, სანამ აკადემიაში ჩავაბარდი, რომ ცოდნა და უბრალოდ ნატურის აგება, მაგის გამო დავიწყე ესე სიარული. სახატავად, ხო. მანამდე, ჩემი ფანტაზიით, ჩემი, არ ვიცი, თან ისედაც ახლა ჩემს ოჯახში ძალიან წიგნის კითხვის კულტი იყო და სულ მამაჩემისგან ძალიან ბევრჯერ მაგ ეგ ფრაზა თქვა, მაგრამ გავიმეორებ აქაც, რომ სულ იყო, რომ ნუჯღაბნი იკითხე მესმოდა სახლში და ნუჯღაბნი ნიშნავს იმას, რომ მე ეს ჩემი რაღაცა იმპროვიზაციის უნარი უნდა ჩამეკლა ჩემში და მეკითხა წიგნები, რა თქმა უნდა არ ხდებოდა ეგ. მაგრამ ხო, ისე იყო, რომ ეს ჩემთან ყოველ შემთხვევაში, დედა ხელს მიწყობდა ამ ყველაფერში და ხედავდა ჩემს ნიჭს და აღიარებდა კიდევაც, მაგრამ აი სულ იყო იმის განცდა, რომ ახლა ხატვით ვერაფერს ვერ მიაღწევ ამ ქვეყანაში, ყველა დაიკარგები და ასე შემდეგ. თუმცა მე უკვე როცა აკადემიაშიც უმაღლეს სკოლებზე ჩავაბარე, გრანტიც მოვიპოვე და ასე შემდეგ. ვალიდაციას მიიღე მამაჩემისგან კი. ფერები როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში? თავიდანვე ესეც ლამაზ ფერად ნახატებს გქონიდი თუ რაღაცა ეტაპზე და თუ უკავშირდება შენს ცხოვრებისეულ ეტაპსაც ეს მომენტი? იცი როგორ რო დაუკვირდა ეხა რეალურად, ეხა ბავშვი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფერებით ავსებს იმ თავის ნამუშევარს, ხო, საბოლოო ჯამში. მაგრამ რო თქვა, რომ აი უკვე ჩემს ცხოვრებაში როცა კედლის მხატვრობა შემოვიდა 2008 წელს, მაშინ დავიწყე აი ესეთი გამომხატველობითი კავშირი ფერებთან. ანუ რო თქვა რაღაც შავ-თეთრად ხატავდი, თქვა არა, ნამდვილად სულ ყოველთვის ფერადად ხატავდი, უბრალოდ დღეს ახლა რასაც უყურებ ხოლმე და ადამიანებიც ხალხიც რომ მეუბნება რომ აი გცნობთ შენს ნახატს გცნობთ იმიტომ რომ ძალიან ფერადი არის მაგით გცნობთ ხვდები რომ ეს ფერები ჩემთვის იქცა თითქოს რაღაცა ხელწერადაც ასე ვთქვათ და არის კიდევ ის რომ ფერები მეძლევს საშუალებას რომ ვილაპარაკო ისეთ რთულ საკითხებზეც და თემებზეც ზუსტად იმ ფერების მეშვეობით რომელიც შეიძლება არ ვიცი მარტივად პირველი ხიდი გაჩნდეს მაყურებელს და ამ ნამუშევარს შორის რა. თუმცა მეორეს მხრივ რაც არ უნდა ჭრელი და ფერადი ჩანდეს ეს ყველაფერი გარედან ვფიქრობ რომ იმდენად შეიძლება ცოტა შავბნელი იყოს ჩემი შინაგანი სამყარო რა თქმა უნდა ცოტა მიმართულებით არ გულისხმობ ამ ყველაფერს ან სიღრმეზე და ცოტა სიმძიმეზე გულისხმობ. შეიძლება ეგეც რაღაცნაირად თავდაცვის მექანიზმი არის რომ ვცდილობ რომ აი ფერებში გადმოვიტანო ეს ყველა. მაგაზე მეც მიფიქრია სანამ პოდკასტს დავიწყებდით, მეც გითხარი რომ მე ვარ მორიელი და ვარ ასცენდენტი ჩულოსანი, რაც ფერებს უკავშირდება გარეგნულად და შინაგანად შეიძლება სულ არ იყო ესეთი ფერადი და ესეთი მსუბუქი როგორც გარედან ხედავენ. შენც აღიქმები როგორც ძალიან ფერადი და ალბათ მსუბუქი იმისთვის, ვინც შეიძლება ხშირად ისე არ გიყურებს, მაყურებელს ვეტყობ, ჩემი მეზობელი ხარ და ხშირად ვხვდები ხოლმე. შესაბამისად, შენს საცმელში და ტანის სამში, აი ყოველდღიურობაში ესე ფერები არ ჩანს როგორც ჩენს მხატვრობაში ან street art-ში, რასაც ხედავთ ხოლმე და
ეს აიმის გამოხატულება რაც ახლა ახსენი ხო სავარაუდოდ დაახლოებით კი, თუმცა აი როგორც კი ზაფხული დგება ხოლმე და ჩემი განწყობა მაღლდება. სულ კაბებში ვარ და სულ ჭრელი ვარ ხოლმე, ალბათ ეგეც არის უფრო როგორც სეზონების მიხედვით, ასევე ჩემი ცხოვრების სეზონების მიხედვით. რა, ყოფილა პერიოდები, როცა სულ ჭრელად დავდიოდი. მე შეიძლება რაღაცა უფრო ესეთი დამჯდარი ფერები, ანუ ესე კონკრეტულად რა ვთქვა, რომ აი რაღაცნაირად, აი ამ ყველაფერს, ხო, ალბათ გამოდის, რომ მაინც საბოლოო ჯამში ფუთავთ რა. სად უფრო კომფორტულად ხარ? მხატვრობაში, სადაც ფერებს გამოსცემ, თუ შენ ჩაცმულობაში, მაგალითად, აი როგორც დღეს დამჯდარი ფერები გაგსვია. იცი რა, როგორც თქვი, ისე ვარ. აი, მხატვრობაში ვარ კომფორტულად, სულ სიჭრელით და საკუთარ თავში სისადავით. ანუ მე მომწონს აი ძალიან ესე ჩემ თავზეც არ მიყვარს ზედმეტი რაღაცა ხაზის გასმა, ან თუნდაც ესე რაღაცა გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა ესე ჩანდე ყველგან კედლებზეც და ისეც არ ვარ ის ტიპი, რომელიც შენ გიყვარს შენი ნამუშევრები, როცა ჩანს ვიდრე შენ. კი. უფრო ჩემი საქმით და უფრო ჩემი, არ ვიცი, იმ რაღაცა შემოქმედებით ვიდრე პიროვნული პოზიციონირება. ფერებით თუ ამოიცნო. აი თუ შეგიხედავს თუნდაც რა ტიპის ტანსაცმელი, რა ფერის ტანსაცმელი აცვია და რაღაც ან რა ფერები უყვარს, ან რა ფერებში ტრიალებს, ან არის ხოლმე რომ ჩემს უსუქობს ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა რომ შენ ხედავს სტაფილოსფრად. არ ვიცი რატო ჩათვალა, მაგრამ აი თუ გაქვს ხოლმე ესე კავშირი ადამიანებთან, ემოციებთან და ფერებთან, შენს თავში თუ რაღაცებს იჭერ ხოლმე ამას. იცი რა, ადამიანებს უფრო ემოციებით ვუკონექტდები ვიდრე ფერებით, ეს ფერებით და ამ ემოციებს ფერებს არ უკავშირებ? რო დავუკვირდე, რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ყველა ანუ ისედაც ხო ფერთა ფსიქოლოგია არსებობს და შეგვიძლია ახლა მაგაზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ, კონკრეტულად რა ფერი რა შეიძლება ნიშნავდეს და გულისხმობდეს, მაგრამ ამ ჩემი ზოგადი გადმოსახედიდან ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს თავისი ემოციური კავშირი კონკრეტულ ფერთან, ხო? შესაბამისად ეს ფერი იწვევდეს რაღაც განწყობას და შენ თვითონ არ ქმნიდი ამ ყველაფერს სახელს და ხო, ადამიანებთანაც ესე ფერებთან არ ვაკავშირებ გულწრფელად, რა ვთქვა, ხო, უფრო ფერებთან ვაკავშირებ ხოლმე, აი შეიძლება იყოს ემოციები, მოგონებები და მსგავს რაღაცაები. უფრო მეტად ჩემთვის სურნელებია, ხო, ესე წარსულს რომ მახსენებს. მუსიკაც და სურნელიც კი, მაგ შემთხვევაში ჩემცეც ძალიან. თუ გაქვს საყვარელი ფერი, ან როგორ ფიქრობ, აი შენი ფერი რომელია, შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ შენი არ იყოს. ხო, იცი რა არის, აი მანდაც ცოტა იმდენად ჭრელი ვარ შინაგანადაც ფერების მიმართებაში, როგორც ჩემი ნახატებია, იმიტომ რომ არის ხოლმე ეტაპები, რომ კონკრეტულ ფერს ამოვიჩემებ, თუნდაც ჩაცმულობაში ან მხატვრობაში ან რაღაც ჩემ შემოქმედებაში, რომელიც იმ ეტაპზე არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ისე რომ რას გულისხმობს ეს ფერი ესე სიღრმეში არ ჩავდივარ, თუმცა მერე უკვე რაღაც პერიოდის მერე ვაკვირდები ხოლმე, რომ ჩემს ნახატებში რომ მაგალითად ბევრი წითელი არის, ან ბევრი ლურჯი არის, ანუ ესე იგი რაღაცა ამ ცხოვრების ეტაპს გავდიოდი, რომელიც ხო ამ კონკრეტულ ფერთან იყო ჩემთვის დაკავშირებული. ძალიან მიყვარს ესე, ანუ რთული არის გამოყოფა, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი მიყვარს. ჩემი საყვარელი ფერია იასამნის ფერი. თუმცა ესე რომ ვთქვა, რომ ტანისამოში ხშირად მაქვს ნაკლებად. მაგრამ ძალიან მიყვარს. ხო, ხათშორს შენ საკმაოდ ჭრელი გოგო. რასაც ვიყურებ, გიყვარს ფერები ძალიან. კი, მიყვარს. და ხშირად ვიფიქრია, რომ ეს რაღაცა შეიძლება ჩემი ეგრე იმიჯია თუ რაღაცის დამალვა, რომ ჩახვიდა ფსიქოლოგიურად, რაღაცები შეიძლება იპოვო რატო, ან როდის გადავწყვიტე. და გუშინ, აი როცა გეგმავდი პოდკასტზე რა შეიძლება გვესაუბრა, გამახსენა ისიც, რომ ესე არ ვიყავი ბავშვობიდან. დედაჩემს არ უყვარს ძალიან ესე ფერები და არასდროს და მით უმეტეს 90-იანებიდან მოვდივარ, თუ შავები გვეცვალა და მუქი ფერები და მე აი როდის შეიცვალა ჩემს თავს რომ ვფიქრობდი არ მახსოვს. პროტესტი ხო არ არის. არა. და ჩასერდეთ თქვენდა რომ წითელს არ მოცემდა ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვობაში მას ხშირად აცმევდნენ და არ მოსწონდა და მე მქონდა ხოლმე, მაგრამ სადღაც ალბათ გადატყდა რაღაცა ჩემში, როცა 1-2 ჩავიცვი, სავარაუდოდ ეს მე ყურადღება მიიქცი ამ ყველაფერმა და მეც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რომ ყურადღების ცენტრში ვექცევი ხოლმე თუნდაც როგორც ლექტორი,
შესაბამისად მე რაღაცა ეს ალბათ გააჭდა ჩემში. აი, რო ჩავიდე სიღრმეებში, სადღაც ვიპოვე ამისას და მე ხშირი კომპლიმენტებია ხოლმე, ხშირად მეუბნებიან. შეიძლება ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობი ადამიანი თავს და ბევრად უფრო გქონდეს აი რაღაცა თვითშეფასება ამაღლებული, არ ვიცი, თუნდაც სიჭრალეში ან კონკრეტულ ფერში რა. შესაბამისად მგონია, რომ ყველა ადამიანი რატომაც ირჩევს ფერს, აქვს თავისი ახსნა ფსიქოლოგიურიც და რაღაცა არსებობს, სადღაც რაღაც მოხდა და მე ის ფერი გადაწყვიტა რომ აირჩიე, თუმცა ну რა თქმა უნდა ტენდენციებსაც შეიძლება მივყვე. მე სამ ინტერესებს, როცა იწყებ ნახატზე მუშაობას, ან იგივე street arts ქმნი წინასწარ იცი რას დახატავ, რა ფერს გამოიყენებ, თუ აი ეს მე ინტუიციურად პროცესში მოდის და მე იმიტომ ახლა მოზღვავება ამ ფერების შენს ნამუშევარში როგორ იცი რა არის მაგ შემთხვევაში არის ორი მიმართულება მე როგორც მუშაობ ერთი არის კომერციული მიმართულება რომელიც უშუალოდ კლიენტებთან და ორგანიზაციებთან იქნება ეს თუ სხვადასხვა ინდივიდებთან მაქვს ხოლმე კავშირი მაგ შემთხვევაში წინასწარ ვიღებ briefs და ვეკითხები დამკვეთს მის მოლოდინებს. ამ მოლოდინების შესაბამისად მე უკვე მევქნი კონცეფციას, იდეას, თვითონ ნამუშევარს და ამ პროცესში უკვე მივდივარ იქამდე, რომ რაღაცა კონკრეტული ფერები შემომაქვს, მაგალითად ვხატავთ, არ ვიცი, რესტორანში ვხატავთ, სასტუმროში, იქნება ეს ოფისის კედელი, იქნება ეს ფასადი თუ ინტერიერი, მაგის მიხედვით, რა თქმა უნდა, ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი სივრცე იყოს, სადაც უბრალოდ საშუალება არ მოგექცეს, რომ ზედმეტი სიჭრელე შემოიტანო. ან პირიქით, ჭირდებოდეს ბევრად უფრო ესეთი სიჭრელის და სიცოცხლის შემოტანა, იმიტომ რომ სიტყვაზე ინტერიერი ზედმეტად სადა. შესაბამისად, მან ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არის ხოლმე ისეთი, როდესაც უშუალოდ კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობ, შეიძლება ბრენდის დომინანტი ფერები იყოს და გჭირდებოდეს მაგათი გამოყენება. უფრო პროცესის ამბავი არის რა, რა თქმა უნდა, იქ მე უკვე დამკვეთთან გავდივართ ხოლმე, ანუ შეგვიძლია რომ ფერები დავხვეწოთ, შევცვალოთ და ასე შემდეგ. და რაც შეეხება მეორე ნაწილს, არის უკვე ფესტივალების ნაწილი და ის პროცესი, როდესაც მე თვითონ ვირჩევ თემას, ვხატავ ნამუშევარს, ვქნი იმ საკითხზე, რომელიც ჩემთვის შეიძლება პირადად ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი იყოს. და მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სრული თავისუფლება მაქვს ფერებთან მიმართებაში და იქ უკვე აბსოლუტურად არის flow-ს ნაწილი, რომ პროცესში როგორც დაიწყება აი ამ ყველაფერზე ფიქრი, თუმცა ყოველთვის არის ხოლმე ის, რომ ჩანასახი იდეაში აუცილებლად ჩნდება ისე, რომ იმპროვიზაციით ესე просто მივადგე კედელს და ვხატო, ეგრე არ ხდება ხოლმე რა, იმიტომ რომ მაინც წინასწარ თუნდაც დამკვეთს უნდა აჩვენო ესკიზი და მით უმეტეს თუ ფესტივალში ხარ, იქ როცა ნებართვაზე არის საუბარი, წინასწარ აკეთებ ჩანახატს და ნამუშევარს და უშუალოდ ნახატის შექმნის დროს ხდება უკვე კონკრეტული ფერების განსაზღვრება. ფესტივალის ან დაკვეთის გარეშე ესე შენთვის როცა აკეთებ თუ უკვე ამით რო აღარც გრჩება. ჩემთვის ძირითადად ტილოებზე ვხატა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კედელია ჩემ ცხოვრებაში უკვე ისედაც და მან როგორ ფიქრობ რა არის ფერები შენთვის იმ მომენტის ემოციის გამოხატვა თუ წინასწარ ირჩევ რომ მოდი ხო ისე ზუსტად ეგ არის რომ იმ ცხოვრების ეტაპზე არ ვიცი, განწყობით თუ ფერებით სადაც ვარ, ის ფერები შემოდის, მაგრამ მან მაგ შემთხვევაშიც რეალურად ჩემს სტილოებსაც და ნამუშევრებს რო შეხედო, იქაც იმდანი სიჭრელე არის და მიმართულებებიც ბევრი სხვადასხვა არის, რომ მაინც ვამბობ ხოლმე, რომ სულ ძიებაში ვარ. თან ახლა ტილოზე მუშაობა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა პანდემიის პერიოდში, როცა 16 წლის მერე პირველად მოვიცალე ჩემი თავისთვის და მომეცა დროს და საშუალება, რომ რაღაც ჩემთვის შემექმნა და ნუ მას მე სულ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ როცა თავისუფალი დრო მაქვს, სახელოსნოში მივდივარ, ვждები და რაღაცა ნამუშევრებს ვაკეთებ, რომელიც და უმამაზესი სახელოსნაკავს, რაც მე ვიდეოები მინახავს. სახლიც ძალიან ლამაზი. ესეც ვიდეოები ორივე. და ვისაც არ გინახავს, მაყურებელს ვეთქვათ, YouTube-ზე ნახეთ აუცილებლად. ძალიან ლამაზია. იცი რა მეტყვი, ბოჯერ ახსენე რა ეტაპზეც ვარ, იმ ფერებს ვიყენებ, თუნდაც აი ტილოზე როცა ხატავ, ან შეიძლება ჩაცმულობაზე. ეხლა რა ფერებში ხარ? აი ცხოვრების ამ ეტაპზე. აი ეხლა მაქვს ალბათ ყველაზე დიდი სიჭრელე, რაც კი აკეთებ და რა ხდება შენ ცხოვრებაში? ვამბობ, რომ ძალიან ტრანზაქციული პერიოდი მაქვს, როგორც საკუთარ თავთან, განვითარების და
არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, კარიერაშიც, პირად ცხოვრებაშიც და იმდენად ტრანზაქციული პროცესი არის, რომ აბსოლუტურად ღია ვარ მე თვითონ და ძალიან ცნობის მოყვარეობით ახსავსე და ისე ვარ ხოლმე, რომ დილით რო იღვიძებ მადლიერებით, ღამეძინებ მადლიერებით და ეს ყველაფერი მე საბოლოო ჯამში სამყაროს მხრიდანაც ვამბობ, რომ იმდენი ფერი შემოდის, იმდენი ემოციის სახით და იმდენი, არ ვიცი, შესაძლებლობები თუ ადამიანები თუ ძალიან ბევრი რაღაცები, რომ ყველაფრის ბუკეტია ისე და დიდი ფერთა პალიტრა არის. ახსენე რომ ტრანზაქციულ პერიოდში ხარ პროფესიულად და რა ხდება შენს პროფესიულ ცხოვრებაში ბოლოს ხა რაზე მუშაობ ან რა წარმატებებს მიიღწე რომ გაგვიზიარო? ეს სიუჟეტი ალბათ ცოტა მოგვიანებით გავა, მაგრამ ხა ყველაზე მთავარი ეტაპი ზუსტად ამ ტრანზაქციებს რო შევეხოთ, მივდივარ კანში 2 კვირით, არტ რეზიდენციაში და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოტა ისეთი გარდამტეხი ამბავი იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ ზუსტად ხატვის მიმართულებითაც ეს კედლები რამდენადაც მიყვარს, იმდენად ვამბობ, რომ თითქოს რაღაცნაირად ესე ამოვიშენე, შიგნიდან ვალამაზებ და იმის იქით ჰორიზონტზე არ ვიყურები თქო, ანუ ძალიან ვიყურები კიდევაც, მაგრამ მინდა რომ ცოტა მეტად გავშალო ფრთები. და არ შემოვისაზღვრო მხოლოდ კედლის დატილობის მხატვრობით და მინდა რომ რაღაცნაირად საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ საკუთარ თავში ჩაღრმავება ეს ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს. რაღაცნაირად მინდა რომ ფსიქოლოგიის თემა, ეს ხატვის თემა, რომელიც მე ზუსტად ვიცი როგორ მოქმედებს ადამიანზე ჩემი თავიდან გამომდინარე, გავაერთიანო და თერაპიას ხურისობ. რაღაც იცი რა, არ მინდა ცოტა სტანდარტულად თერაპია დავარქვა ეს სახელი, მაგრამ მაგას მოიაზრებს რა, მინდა რომ ადამიანებს რაღაცნაირად დავეხმარო ხატვის მეშვეობით, რომ როგორც მე სიტყვაზე მეხმარება ეს პროცესი და ეს ყველაფერი ბევრი რაღაცების გააზრებაში, კიდევ უფრო მეტად რაღაცა შემოქმედებითობის კუთხით გაზრდაში, ყველა ადამიანს ვაპოვნინო საკუთარ თავში ის პატარა მხატვარი, რომელიც ყავთ და რომელიც დავიწყებული შეიძლება იყოს. ეს არის პროგრამის ხელმძღვანელი უნივერსიტეტში ალტაში შესაბამისად თუ რამე იდეა გექნება, ჩვენი კარი ღია იქნება პირიქით გამხარდება. ძალიან დიდი სიამოვნებაა. თუნდაც ატესტოთ რომ სტუდენტებზე მოსინჯო ფსიქოლოგიის სტუდენტებზე. კიდე სხვათა შორის ახლა ივნისში მივდივართ ბალიზე, სადაც მეც მიმაქვს ჩემი ერთი ვორქშოპი, სოფია ბზეკალავასთან ერთად იქნება ეს ყველაფერი და მანდაც ურჩევ საზოგადოებას, რომ თუ მან გადაწყვიტავენ, მგონი რომ ჯერ ხო აურა და გარემო და ეს ყველაფერი ხო ძალიან ბევრი იქნება. და შენ და სოფია როცა იქნება. ხო და ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, მე მგონი და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები უკვე ნელ-ნელა სიცხადეში მოდის და ზუსტად ეს ტრანზაქცია არის, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ მეტად უფრო საინტერესო გზით წავიდე ხელოვნების თვალსაზრისით კარიერაში. საინტერესოა ძალიან. და მით უმეტეს ფსიქოლოგია ხა ძალიან ისეთი კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება კოვიდის მერეც და თვითონ პროფესია და ბევრი ადამიანი სხვადასხვა პროფესიის ირჩევს ფსიქოლოგიას. ადრე პირიქით იყო ფსიქოლოგიას ამთავრებდი და სხვაგან მიდიოდი და ახლა პირიქით სხვადასხვა პროფესიებიდან აქ ფსიქოლოგიაში ერთიანდებიან და ძალიან საინტერესო იქნება მე როგორ სხვა გამოცდილებით აგროზე მოდიხარ მე რას ქმნი და ძალიან ერთ-ერთი მეც სიამოვნებით ვიქნები დამსწრე, როდესაც მე ჩაატარებ ესე ღია ვორქშოპს ამ თემაზე. აუცილებლად უკვე იმ ხელა მოთხოვნა არის, ამ ძალიან ბევრი მთხოვს. თან ანუ ესე სწავლითაც ბევრს აინტერესებს, როგორც ქუჩის მხატვრობის მიმართულებით, ისე ზოგადად ანუ ბავშვებს არ ამზადებ და ვიღაცებს უნდათ ხოლმე, რომ მე ვხვდები, რომ ცოტა ეს ორმხრივი კომუნიკაცია ძალიან საჭირო არის და მე ძირითადად კომუნიკაცია მაქვს ხოლმე კედლების საშუალებით და ადამიანებს სჭირდებათ რაღაც ეს ემოციური კავშირის დამყარება და მეც იმდენად მომწონს ხოლმე ვიღაც ადამიანს უბრალოდ პატარა რაღაცით რომ შეიძლება ვეხმარებოდე ან თუნდაც ეს ნამუშევარი იქნება თუ არა აქვს მნიშვნელობა პირადი რაღაცა სიტყვის გაცვლა ძალიან მინდა რომ ადამიანებს შეეძლოთ ზუსტად ეს კავშირის დამყარება რაღაცა მე რო ვიყო
არ ვიცი, ეს დამაკავშირებელი ხაზი იმ ემოციასთან და იმ ყველაფერთან, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში მათთვის ბევრი რაღაცის მომტანი იყოს, ძალიან მარტივი ხერხებით. ძალიან საინტერესო და წარმატებები ამ საქმიანობაში. ახსენე კიდევ ღია ვარ ყველაფრის მიმართ და სხვადასხვა ჩემი ცხოვრების სფეროში მიმდინარეობს ტრანზაქციები და შენ თქვი რომ ერთ-ერთი არის პირადი ცხოვრება და მაინტერესებს შენთვის სიყვარული რაფერია? თუ გაქვს ეს, ან თუ გიფიქრია? საინტერესო კითხვა არის, არ მიფიქრია სხვადასხვა. ალბათ ძალიან ისეთი შაბლონურად რო ვთქვა, სიყვარული წითელთან ასოცირდება მაინც, იმიტომ რომ თავში რაღაცა ეს გული გელინკება, რომელიც აუცილებლად წითელი არის და მიდის ყველაფერი რაღაცა ნერვის და ამ სიცოცხლის და ამ სფერებთან, მაგრამ ეს რო დაუფიქრ და ჩემთვის ალბათ უფრო რაღაცნაირი პასტელური ფერები იქნებოდა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ხო, შეიძლება ეს სიყვარული ძალიან ბევრი სხვადასხვა მით შევაფასოთ, არ ვიცი, ჩქეფარე და ძალიან ესეთი ვნებიანი და ბობოქარი, მაგრამ ალბათ ნამდვილი სიყვარული ჰარმონია არის. და ეს ჰარმონია კიდე მაქსიმალურად რაღაცა ისეთ ბუნების სფერებთან და რაღაც პასტელურ სიმშვიდესთან და ჰარმონიასთან ასოცირდება ჩემთვის. ძალიან საინტერესო პასუხი, არასდროს არ მიფიქრია. ალბათ რო გეკითხა, რამე ესეთ მჭეხარე ფერს გეტყოდი მეც, მაგრამ ეხლა მოყვები ლოგიკაში და ადრე ალბათ მეც ძალიან ისეთ ფერს ვიტყოდი, რაღაცა სიგიჟეს, მაგრამ ხო, ეხლა ხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტნიორის სიყვარული იქნება მეგობრობის შვილთან თუ ასე შემდეგ, ზოგადად სიყვარულის განსაზღვრება ჩემთვის რაღაცა უსაფრთხოების განცდასთან, რაღაცა მიკუთვნებულობასთან, სიმშვიდესთან, ჰარმონიასთან, აი ამ ყველაფერთან ასოცირდება, რასთანაც შესაბამისად პასტელური ფერები კონექტდება ჩემთვის. Street art-ი, გრაფიტი, დაახლოებით ალბათ 6-7, შეიძლება მეშლება 10 წლის წინ დაიწყო საქართველოში ესე პროფესიულ დონეზე ერთ-ერთი მე ზუსტად გეტყვი 18 წლის წინ. 18 წლის წინ? მართლა? 18 წელია კედლებზე ხატა, 2008 წელს დავიწყე. თბილისში? კი. იყო თუ ან თუნდაც შენი ფერების გამოყენება, ესეც რაღაცა სიახლე არის, მგონია, გიო მხატვრობის მოყვარულებისთვის და ხატების მაყურებლისთვის. რაღაც მგონია, რომ შენ შექმენი შეიძლება ძალიან ისე ვაზვიადებ რაღაცას, მაგრამ გარკვეულწილად ფერების ეპოქაც და რაღაცა ნაბიჯები გადასკი, ხო მართლა, იმიტომ რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხატოს, ძალიან ბევრი ცნობილი შეიძლება street artist-ი გაგვიგია ამ ბოლო პერიოდში, მით უმეტეს რაღაც სხვა პროექტები არსებობდა, მაგრამ აი ფერებთან რაღაცა ეპოქას ხო სითამამესთან ასოცირდები შენ ჩემთვის და თუ შეგშინებია ოდესმე ან თუ მიგიღია უარყოფითი კავშირი უფროსი თაობისგან ან ვიღაცა უფროსი მხატვრისგან და უთქვამს რომ ეს რა არის და ალბათ გარკვეულწილად რისკი იყო მსგავსი ქმედების გადადგმა და აი თუ ქონია ამის შიში ამის განცდა იცი რა ახლა 18 წელია მე პირადად ვხატავთ რა ეს ზოგადად ქუჩის მხატვრობა პირველად საქართველოში შემოვიდა ალბათ ბევრად ადრე იყო ახლა მინიმუმ ჩემი მეგობრები ვინც ხატავდნენ ჩემამდე დაიწყეს და მე როცა დავიწყე კედლის მხატვრობა ხო მაშინ უბრალოდ იყო ეს ძირითადად წარწერები შავ-თეთრი წარწერები არ იყო ესეთი მიურალები და მსგავსი ნახატები რა თქმა უნდა შიშის თვალსაზრისით თავიდან უფრო იყო ხოლმე სანამ ზოგადად ცოტა ფეხს მოიკიდებდა და ესე გამრავლდებოდა კედლებზე ნახატები, რა თქმა უნდა, გაუცხოების მომენტი იყო საზოგადოების მხრიდან და ხშირი კრიტიკა, რომ რას აკეთებ, რას აკეთებ. აი ზუსტად ეს ვიკითხე. ხო. და მე საბოლოო ჯამში რომ ხედავდნენ რაც გამოდიოდა საბოლოო ნამუშევარის სახით, მე პირიქით ეცვლებოდათ ემოციები, რა თქმა უნდა და თვითონაც მოსწონდათ. და ეხლა დღევანდელ რეალობაში უკვე ფესტივალებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს, მხატვრები ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი გვყავს და შესაბამისად ეს გაუცხოების მომენტი არ არის და პირიქით უფრო გამხნევების ამბავი არის ხოლმე. ანუ მე ეს შიში სიმართლე რა ვთქვა, არასდროს არ მქონია მით უმეტეს თავიდან, როცა კედლის მხატვრობა დავიწყე, ყოველთვის არა ანუ უნებართვოდ ვხატავდი ჩუმად და ეს რაღაცა ხულიგნურად იქნებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგადად კედლის მხატვრობაც ამ ყველაფრიდან მოდის. თუმცა მე ნელ-ნელა უკვე როცა არ ვიცი, ფეხი მოვიკიდე თუ შედარებით ისეთი ბევრისთვის ცნობადი გავხდი, იყო რაღაც თემები, რომლებსაც ხო ნეგატიური უკავშირები მოდიოდა, თუმცა
არასდროს არ მისმენია მსგავს რაღაცების, იმიტომ რომ ქუჩის ხელოვნებას საბოლოო ჯამში მაინც თვით გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი არის და შესაბამისად იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემი აი ამ რაღაცა შინაგანი სამყაროს გამოტანის ამბავში ალბათ აქ, რომ ინტერესი უფრო მქონდა ყოველთვის ვიდრე შიშით. შიშის ხარჯზე ალბათ დიდი ხნის წინ გავჩერდებოდი. საინტერესოა. თუ გაქვს შენი საყვარელი ქალაქი, სადაც აი ფიქრობ რომ შენი თუნდაც ემოციურად კარგად ხარ, შენს ფერებში ან ცხოვრებისეულ ფერებში არის. ნუ ჩემთვის ხარ რასაც საუბრობდი, პირველი ბერლინი მახსენდება, მაგრამ შეიძლება შენი ქალაქი არ იყოს ბერლინი. ჩემსაც არ არის, უბრალოდ street artist ნაცრისფერი არის იმათი რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრივ, კედლის მხატვრობის მხრივ, კულტურული ნაწილში ძალიან სიჭრელე არის. რომელია შენი ქალაქი მაშინ? ხო, ესე ქალაქის გამოყოფა ალბათ ძალიან გამინჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ და ბევრ ქვეყანაში ვარ და ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი. სადაც ვარ ნამყოფი, ალბათ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი მოროკოს, იმიტომ რომ მართლა ფერების ფესტივალი ხდება მოროკოში და თან 17 სხვადასხვა ქალაქში ვარ მანდ ნამყოფი და ზუსტად ჩემს სახელოსნოსაც მოროკოს ფერების ზეგავლენა ეტყობა, ზუსტად იმ სიჭრელით და იმ ტონებით, ალბათ წამოვყვა თქო იქიდან ვფიქრობ. მაგრამ ისე ცოტა რთული არის მაგის თქმა რა, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერს ემოციურად გრძნობ ხოლმე როცა მოგზაურობ და დავდივარ, ის შეიძლება მაგალითად იტალია ჩემთვის რაღაცა ცოტა ყვითელ ფერთან ასოცირდება, თბილ ყვითელ ფერთან. ყველა ქვეყანა შეიძლება სხვადასხვა ფერთან ესე ასოცირდებოდეს და რა ფერია თბილისი? ხო, აი თბილისზეც რაღაცნაირად ცოტა ესეთი დამჯდარი მონაცრისფერები მიკავშირდება მიუხედავად იმისა, რომ ისევ ხალხს გაუსავრო, აქაც ძალიან დიდი სიჭრელე გვაქვს. გვინდა არ გვინდა, მაინც იმდენად ურბანულ გარემოში ცხოვრობთ და რაღაც ამ ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრობთ მაგიტომ და აი ტურისტისთვის, ჩემთვის, ვამბობთ, აი ტურისტი რო ვიყავ, ვფიქრობ, რომ მეც ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ თბილისი ერთ-ერთი გამორჩეულია, ძველი თბილისი და ღამით. რა თქმა უნდა. მოდი, ესე ღამით. მაშინ ძალიან მარტივი იქნება უბნების დაყოფა ფერად. ბევრად ვიდრე ერთიანად თბილისი რო ავიღოთ, იმიტომ რომ ეგრე რო თქვა ძალიან ჭრელია. საბოლოო ჯამში, ხო, კონკრეტული ფერის გამოყოფა ალბათ ცოტა რთული იქნება. ცხოვრებისალოდ გეთახმები, დამჯდარი ფერია. შენთვის მხატვრობა რა არის? ემოციის გამოხატვა, თუ პირიქით ემოციის გაქარწყლება ან ჩამალვა? იცი რა, ჩემთვის შეიძლება რო დაუკვირდა ეხლა რომ ბავშვობაში ალბათ რაღაცა კომფორტის ზონა და გაქცევა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 3 წლის ასაკში რო შემოდის ესეთი უცხო რაღაც შენს ცხოვრებაში, თითქოს რაღაცა ტრამვისგან გაქცევა შეიძლება ან თავშესაფარი იყოს, მაგრამ რეალურად ეხლა დღევანდელ რეალობაში იმდენად ხატვა ჩემ იდენტობად იქცა, რომ ვერ ვიტყვი რომ გაქცევა არის პირიქით რა, ხატვა მაძლევს საშუალებას, სწორედ ის შინაგანი ჩემი სამყარო, განცდები, ემოციები თუ ანარეკლი, რასაც გარედან სამყაროდან ვიღებ, ის გადმოვთარგმნო ჩემებურად რა, რომელიც მე უკვე სხვა ადამიანებთან მიდის და შეიძლება ორივე იყოს. გაქცევაც იყოს და შესაძლოა და გამოხატვაც კი, ხატვა შენი ცხოვრება? კი. კი, შეიძლება კონკრეტულად არ ვთქვათ, რომ street art-ი ანტილოებზე ხატვა, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ინტერესიანი ვარ, სულ ექსპერიმენტებში ვარ, სულ სხვადასხვა მასალებზე მუშაობ ხოლმე და ზოგადად შექმნა რაღაცის იმდენად მიყვარს, რომ აი ფერებთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს. და როგორ ფიქრობ, რასაც გადმოსცემ ხოლმე, შენ რა განსაკუთრებს, მაყურებელიც იმას იჭერს, აღიქვავს შენს ნამუშევარში, თუ არ არის ხოლმე აცდენა შენ დაკვირვებით. იცი რა, ხშირ შემთხვევაში ემოციური კავშირი დგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი პერსპექტივა აქვს აღქმის და მე შეიძლება ჩემს ნამუშევარში რაღაც ერთი მესეჯი ჩავდო და იმან აბსოლუტურად სხვა რაღაცა წაიკითხოს, რაც ბევრად უფრო საინტერესო იყოს ჩემთვისაც, რომ ვაუ, ეს დაინახე, ან ეს იგრძენი, ან ეს ამოიკითხე და ეს რაღაცა ყველა ადამიანს მაინც თავისი რაღაცა პირადი ლინზა აქვს, ხო? და იქიდან აღქმულის
რაღაცა შენი შემოქმედება ბევრად უფრო საინტერესო ხდება მე. ხომ არ დაგვიტოვებ ერთ რჩევას, თუნდაც სამი იყოს. ეს must-see მუზეუმები, რომელი უნდა ვნახოთ სოფლიოში, რაც გავშენ ნახე. აქ სასაცილო ამბავი არის რეინა სოფია მადრიდში. აი, რამდენჯერაც ჩავდივარ მადრიდში, სულ მივდივარ. არ ვიცი რატო, ალბათ პირველი ემოციიდან გამომდინარე. შენ რჩევა საინტერესოა. ალბათ გაგიკვირდება და ვიტყვი ეგეთ რაღაცას. მოგზაურობის დროს ყველაზე ბოლო რაღაცა არის მუზეუმებში და გალერეებში. სიარული რაც შეიძლება როქნა. თუმცა აი ეხა უცებ რაც ამომიტივტივ და ყველაზე მეტად და ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობის დროს სადაც ყოფილ ვარ ნიუ-იორკში მომაში როცა ვიყავი, იმიტომ რომ მასშტაბიდან გამომდინარე და იმ ნამუშევრებიდან რომლებიც იქ ვნახე, ანუ მართლა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის, რომელიც რაღაცნაირად ჩაიბეჭდა ტვინში რა. ეს რჩევით არ ვიცი, ზართულია რომ და საყვარელი მხატვარი თუ გყავს. აი ესეც რომელიც სიამოვნებით შეიძლება სახლშიც გეკიდოს მისი ნახატი. გამორჩეულად არა. ეგეც ეტაპობრივი იყო ჩემს ცხოვრებაში და მაგასაც ხვდები, რომ შეიძლება იმდენ სხვადასხვა მხატვართან მქონდეს რაღაცა ემოციური კავშირი კონკრეტულ პერიოდებში. რომ ძალიან გამიჭირდება ესე გამორჩევა ვიღაცის. მე ძალიან მიყვარს გოგონო ფანჯარაში და მაშინ როცა ესპანეთში მიყვარს ძალიან და სახშიც ასე თქვათ, რა თქმა უნდა, არა ორიგინალი მიკიდია, გიშტები იმდენად მიყვარს ასნახატი. ხოთი შორის მე ჩემ თავთან არ ვიცი, ვასოცირებ თუ რატო არ ვიცი. ხო, ერთი რასაც ვცდილობ სახლში, ან სახელოსნოში სულ ჩემი ნამუშევრები, მაგ რასაც ხატავ ხოლმე, მაგრამ სახლში ალბათ მაქსიმუმ 2 ნამუშევარი მაქვს ჩემი და 2 მოხატული კედელი. დანარჩენი სულ ვცდილობ ხოლმე, რომ აი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, დამწყებების, პატარა ესეთი მხატვრების შევაგროვო, იმიტომ რომ რაღაცა იმისგანაც ვიღებ რაღაცნაირ ენერგიებს და ძალიან მომწონს ზოგადად, რომ ხო, სხვა მხატვრების ნამუშევრების, მით უმეტეს ქართველების განსაკუთრებით ძალიან მომწონს. ბოლოსკენ რომ წავიდეთ, გვაქვს ესეთი ტრადიცია, სტუმარი მისვავს კითხვას მე და შეიძლება ხა გაგიშთა რაიმე კითხვა, არ ვიცი რა წინდა, შეგიძლიათ თავისუფლად ამისვა. ოკეი. საინტერესოა. დავსვავდე ესეთ კითხვას, რომ ანუ შენ თავს რა ფერში ხედავ და რატო ხედავ მაგ ფერში და რა ემოციას გაძლევს ეგ ფერი. მიხედავ იმისა, რომ ავხსანე, რომ მე ძალიან მიყვარს იასამნის ფერი, ჩემს თავს მაგ ემოციაში, ეგ მაგ ფერში არ ვხედავ და არც ხშირად არ მოცვია ხოლმე, უფრო მეტად შეიძლება ვარდისფერიან რაღაცა ისეთ უფრო კაშკაშა ფერი მეცვას და არ ვიცი, გავლენა იმ ადამიანის და სხვა შორის ჩემი სტუდენტი იყო, ვინც მითხრა, რომ მე სტაფილოსფერ ფერებში გხედავ რამდენიმე წლის წინ და შეიძლება ესეთი ძალიან გამიკვირდა მაშინ. მაგრამ უფრო მეტად შემთავსად შეიძლება სტაფილოსფერში არა, მაგრამ მზის ფერებში ვხედავ. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მზე და ვიღებ ენერგიას. ღამით ძალიან მიყვარს და მუშაობა, საინობა ღამე ბევრად მირჩევნია, მაგრამ აი როდესაც მზე არის და დღესაც კარგი ამინდი იყო მზე, ენერგიას მაძლევს და ალბათ ეს ჩემი ენერგიის წყაროც ეგ ფერია და აი უფრო მაგ ფერში ვხედავ ჩემს თავს, მზის ფერში. მზის ფერში. ანუ იასამნის ფერი არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა. უფრო რომ დავფიქრდე, გადაგიყვანა, ხო, განწყობამ და ემოციამ. ძალიან საინტერესო არის, ხო, იმიტომ რომ მზის ფერი და ესე მანათობელი, ხო, ენერგეტიკულადაც ბევრს ნიშნავს, რომ სიცოცხლის რაღაცა ესეთი ენერგიის სურვილი და ხო, ენერგიაც აუცილებელია, რომ კონდეს შენი არ იყოს მეტ ბევრს. რაცაც საქმიანო. მადლობა. მე მგონია ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და იმედია მაყურებელსაც მოეწონება და რაიმე საინტერესო ჩვენი პოდკასტიდან ისწავლის გაიგებს. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ძალიან სასიამოვნო ვისაუბრე. ალბათ კიდევ ძალიან ბევრი შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ფერებზე, მაგრამ აღარ მოგაწყენთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ, დაგულაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.